მოვიდა ახალი წელი. საცივი პროცესი არის და რიტუალივითარის რა, საახალწლო. ხო ხო. უკვე კაია რა, რო ჩააწო პური. ჩემ თავს გამოუტყდები და მაყურებელსაც რომ პირველად გავიგე ავთოს ინტერპრეტაცია. შეფებში ცოტა გვიჭირს ხასიათში ქართველები. ქართველობა არ დავკარგოთ. ცოტა ქართველობა მეტი რა. ეხლა მთავარი არის ჩვენ რომ ბულიონს შევაჩვიოთ ნიგოზე. ბლანტ, მე მგონი ცალკე სოუსაჩებილია გაიტანო ის. მიყვარს პროფესიონალებთან ერთად ჩაწერა. აი ქათქათა გამოგვდის. ყოველთვის არის მნიშვნელოვანი პრობლემა კი არა გამოსავალი. თამთა, გავედით დამკაში მე მგონი, ჰა? კი. ოჰო. იცი როგორი საინტერესო გემო გამოვიდა, იგეთ საცივი მე მგონი არავის არ გავკეთებ. ხო, ჩავიცოცხლოთ, გავთანაბრდეთ. ხო მოუხდა? ზა. არა. არაფერი გაფიცე. დედას გეფიცები მოუხდა. ძალიან კარგი დღე არის, ამინთან ერთად ძალიან კარგი სტუმარი მყავს ჩემი მეგობარი თამთა კიკალიშვილი, იგივე თამთა კი. შენ ხარ საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო შეფი, საუკეთესო მეგობარი და ვისაც კი უმუშავია თამთასთან ერთად, ყველა შეუძლია აღნიშნოს, რომ მაგარი კომფორტულია თამთასთან მუშაობა და ისედაც შეფებში ცოტა გვიჭირს ხასიათში და თამთა არის უკარგესი, ასე რომ ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი და სულ მიხარია შენი ნახვა და კაი პროექტების კეთება შენ რო აკეთებ. მადლობა პირველ რიგში რომ და რა წარდგენა. ესეთ საყვარელ ეზოში მე დამიძახეთ და ნუ ეხლა ჩვენი მეგობრობა რომ ბევრი წლით უკან იწყება და ბევრი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ, ხო მაგაზე აღარ დავიწყებ ძალიან ჩახუჭუჭებთ. ხო. შენი ნახვა ყოველთვის მიხარია. ხო და რა გავაკეთოთ დღეს თუ არა საცივი. ასკა, საცივი და გოზინაყი, რამდენი ოჯახიც არის საქართველოში, ყველას თავისი რეცეპტი აქვს. მე მგონი ეგ ყველაფერი უფრო ხასიათზე არის და დავიწყოთ კეთება ქათამიკი მომხარშე, ბულიონიც მაქვს. 1 კილო ნიგოზი მაქვს, წამოღებული, გატარებული წვრილზე. აი ბარაქიანი იქნება. და ნუ სუნელები ალბათ თავარი ეგ არის არა? სუნელები. ანისი უნდა გავტესტოთ დღეს, ანისით პატარა მივცეთ, მუსკატის კაკალი გვაქვს და დარიჩინის ჩხირი. და ყვითელი ყვავილიც გვაქვს, რაც მთავარი არის ამ ამბავში. ამ ყველაფერს გავაკეთებთ გრილში. ხო, ეგ ძალიან მაგარი, თავის არომატს აუცილებლად ვიცით. აქ ქვაბი უკვე მზად არის, მზადყოფნაში არის და სეტკაც არის დარჩენილი. ეს რა მოსახერხებელი არის და ეს იბონება, ხო? შეგიძლია პურის გამოაცო, ხაჭაპურიც, აქ ქვაც იდება, სხვადასხვა ცხაურაც ედება და საკმაოდ კომფორტულია. სხვა გემოს მისცემს, არა? კი. და ეს ქათამიც მე იმას ვქნათ, დავჭრი და მოვაწყოთ, მოვგრილოთ, არომატსაც აიღებს და შევბეროთ. შვენიერია. ეხა მე ხავხს დავჭრი. შენ რა დაგავ? თუ შენ ხავხს დაჭრი და ქათამი, როგორ? მე ხავხს დავჭრი. ქალბატონი ბრძანდებით და რასაც აი, ხავხს მე დავჭრი, მოკლედ. რომელი დანამომე. ეს იყოს. კი ბატონო. აი, წვრილად. ხო, წვრილად რომ ჩვენ ბლენდერს არ ვხმარობთ. ხო. და ისე რომ იყოს, რომ არ გაგვაღიზიანოს, სადმე არ შეგხვდეს ემანთ. სადღაც ავიკითხე, რომ ასევე საცივს მე მგონი არ მიშლება ბროწეულის წვენს უმატებენ. ვა. ან ბულიონთან ერთად. ვა, არ მაქვს ბროწეული. არა, არ კონდეს სხვა მცადოს. ჩვენ ვწდით თუ გინდა. და მოგწერეთ როგორი გამო. მოგწერეთ ხო, როგორი იქნება, მაგრამ საწაიგის რამე ძველია თუ ხო, ახალია. ძველ წიგნში. აი ცოტა რაღაცნაირი მოყავისფრო ბორდოს რო გამოდის. ძალიან კაი გამო. იქნება ვინმე არის ჩვენი გამომწერებიდან, ან ახალი რო შემოგვემატება, იმას შეიძლება კონდეს ეგ გამოცდილება და გაგვიზიარეთ როგორი არის და შეიძლება ვიღაცის ბებიაც კი ეგრე აკეთებდა. მე ქალბატონო თამთა ნიგზის ჭყლეტვას დავიწყებ, რომ ზეთი გამოვადინო. აქ ახლა დაახლოებით 9 კილო მაქვს. ცლად, როდესაც 1 კილოს აიღებთ, ცლად ყველას გამოადინოთ ზეთი არ არის აუცილებელი. ვარჯიში არის ჩვეულებრივ. და სხვათა შორის გურიაში, ხო იცი, ბავშვობიდან მახსოვს სპეციალური ესეთი ოთხკუთხედი, რა დავარქვა, სახეხი არის, წვრილი სეტკა გადაჭედილი.
და ნიგოს ხეხავ და ჩამოდის ფანტელები. აი როგორი წვრილი ფანტელები, იცი და რა მაგარია. მე მაგისგან აკეთებდნენ. ჩემი მეგობარი ანდღულ იმას აქვს ის, რომ აი დანით დაჭრილი ხო ხვდები რაღაცები სხვანაირ გემოზე არის და ხელით აი მაგასთან სტუბრად ავსულვართ და აი თევზი რომ მოუხარშავს ან რაღაცა წითელ პატარა ხალხს აი ყოველთვის ხელით ამტრევს ხოლმე და ისე ალაგებს და აი რაღაც ხვანაირი სიტკბო აქვს. ანუ ხო ხვდები? უმად თევზთან. თამთა აკეთებს ახალ მენიუს ბროდი. კი, ბროდში გავაკეთეთ მე და ჩემო მეგობრებმა, მე, გიორგი, ნიკა. გავაკეთეთ მენიუ, მაგრამ იყო რთული დავალება, იმიტომ რომ იყო რაცა სკანდინავიური სახელიც და ლოგოც ისეთი აქვს და გარემო რომ სკანდინავიური კულინარის გავლენა უნდა ყოფილიყო და მაგიტო გავხურდით თევზზე. ანუ თევზი და ღორი, მოკლედ, ყველაზე დიდი აქცენტი მაგაზე არის რა. შენთან კიდე რა ხდება? ესე იგი ბროდი, თამთაკი, ფარმის გავუკეთეთ მენიუ. თამთაკი ისევ ჩემს საყვარელ ძველ ტერიტორიაზეა. კი, თამთაკი ბაქრაძეზეა, საუზმე დავამატეთ და რა ვიცი, ვცდილობ, რომ იქაც რაღაც ექსპერიმენტები ჩავატარო და ნელ-ნელა კიდე დავამატებ რაღაც კერძებს. რა, იმიტომ რომ მგონია რომ თამთაკი იმსახურებს მეტ სიყვარულს და ყურადღებას. კორონობას არ გახსენი? მახსოვს. ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული. არც ერთი ხელოსანი არ მოდიოდა, არც ერთი მაღაზიიდან აი ესე გაძლევდნენ რაღაცას და შემდგომ დაგეყენებინა უკრეთ. ჩემ თავს გამოუტყდები და მაყურებელსაც რომ დაახლოებით 1 წლის მანძილზე პირველად დაინახეთ თქვენ ჩემი მელოდი თავი. მართლა. ქუდის დახურება დამოვიწყდა. შენ ხარ უფრო ქათმის თუ ინდაურის საცივის კაცი? ორივეს ესე გამორჩეულად არა, მაგრამ ალბათ საცივის სახალწოდ თუ კეთდება, ალბათ უნდა იყოს ინდაურის რა. ხო. შენ რას ფიქრობ? ქათამის ჩემთვის უფრო მისაღები არის. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს მუქი ხორციც, მიყვარს ინტენსიური გემოებიც და ყველაფერი, მაგრამ რაღაც უფრო ისედაც რამდენ ნიგოს და ძალიან მძიმე რაღაცები ვჭამთ და ის უფრო მსუბუქია რა ქათმის? კი, კი, ხო, კი. უბრალოდ ამ იმას უხდება, განწყობას უხდება თორე. კი, განწყობას უხდება. თამთა მე უკვე ვეწვალი ამას და აგერ გადმოვასხამ რაზეთიც აქვს. ამ იმას რა ქვია, ნიგოში კიდე ცოტა ყვითელი ყვავილიც მივეცი და ხო, ფერიც მიიღო. ხორცი შემოვალაგოთ, ხახვი ჩავყაროთ, ცხიმი ხო გვინდა და შენ არ იცნობ, როგორ არ იცნობ კაცო დარწმუნებული ლურპაკს. როგორ არ ვიცი. ყველა იცნობს ლურპაკს. ასე რომ ჩვენ ვიყენებთ ყოველთვის ლურპაკს, დანიური ბრენდი რო არის, 100 წლის ისტორია რო აქვს და მთელი ამბები და სიყვარული და რომელი ვქნათ ახლა ხორცი დავალაგოთ თუ ხახვი გაუშვათ. და ბულიონს მოდი გადმოვიდგამი იქ, რომ წინდა უკან არ ვირბინოთ, რომ მე მგონი თუ არ მიწყენ ამ შენ გემრიელზეცვე წაუსმევ. წოუსობ. ოდნავ, ხო? კი, რამდენიც გინდა კიდე დავჭყლეთ. ხო, ეს არის ხოლმე, რომ თეთრი მოხარშული კანები რო დაცურავს, მეც არ მიყვარს ხოლმე. არა, მობრაწული ჯობია. რა თქმა უნდა. მიყვარს პროფესიონალებთან ერთად ჩაწერა. არა პროფესიონალებთან ერთადაც. მაგრამ ესე უფრო ოპერატიულია. ესე უფრო მიმარტივდება. მიეცი შენ ბულიონი, თორე ეგრევე მიეწებება ეს ყველაფერი. აუ თავისივე ცხიმში მზადდება ეგრე გამოვიდა. ზემოდან მოხდილი ცხიმი ბულიონმა რაც დაიტოვა. ემოთ. დავაი დაუშვი. ლურპაკის კარაქი. აუ, აი უკვე კაია რა. რო ჩააწო პური. დავიწყო სუნელები. სუნელები ეხა რომ ბარემ გაიხსნას, ხო? დარიჩინი 1 თუ 2. ქათამი იმხელა გვაქვს რომ ერთი ხო, არ ვიცი, გააჩნია ხოლმე ალბათ სინძაფრესაც. ხო. ანისიც უქნათ? ანისით ხო, ჩაუშვა. შე ანისით პირველად გავიგე ავთოს ინტერპრეტაცია. საადოთ რა გამოვა? 2 ცალი. აჰა, ამას მე მივახეხავ. მიდი, მიახეხე კაკალი, მუსკატის. სხვათა შორის მუსკატის კაკალს შენა გეცოდინება რომ ეგრე იყო, ესე იყო საჭირო.
ამას მე ამოვიღებ რა თქმა უნდა. ხო. ამ ბევრი სუნელიც არ მიყვარს, მაგრამ ყვითელი ყვავილი ისეთია. ყვითელზე ცოტა შეგვილი. კაი, რაღაც ნახევარი სუფრის ყვავზი. ხო, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რა გრადუსია ხოლმე ღუმელი. ამ შემთხვევაში ღუმელია გრილი. ამ შემთხვევაში ეს არის 270-ზე იყო ძალიან გაცხელებული და მე დამთავრდამაც მაგ პრინციპით რომ ვოქის პრინციპით ბულიონი მივეცი და ჩქარჩქარა მოურიეთ რომ არ დაგწვოდა. მაგრამ ნახე როგორი შესქელებული და კარამელიზირებული ბაზა გვაქვს ახლა რა? რო გვენატრა ვერ მივიღებდით. მე ვერ დავგეგმავდი მაგრამ. უცხო სუნელი, ეგეც ნახევარი. კი. ხმელიც მანდარი. მე მგონი რომ ჩვენ ქართველები. ქართველობა არ დავკარგოთ. ცოტა ქართველობა მეტი რა. აი თხლად არასავსე სუფრის ყვავზი გამოვიდა. უკვე ძალიან კაი არომატი წამეიღო. იცი რა, მე მგონი სიცხარე ისე სუბუქა, ხო? სუბუქა, კი. შენც არ გიყვარს თუ უბრალოდ არა, მიყვარს, მაგრამ ისე რომ ყველაფრის გემოს ფარავს, ეგრე არ მიყვარს. ჩავიპიპილი უქნა? უქენი რა. ცოტას ვუზავ, რომ ძალიან არ გაამოქვა. ჩვენი რა მიდის უქენი. აჰა, კიდე 50 გრამ ლურპაკის კარაქს ჩავაგდებ. არის საშუალება. შენ სადღაც დაახლოებით 150 გრამი გავუკეთებ, ანუ 100 გრამი არის უკვე გამოყენებული. ნელ-ნელა ნიგოზთან ადაპტაცია გავაკეთოთ იმის ბულიონის, ხო? აქ ქონდა შენ 1 კილო? 1 კილო, მოდი გაგჭირდება რო? არა. მე მგონია. ქათამი არ არის თლად 3 კილოიანი. ხო, ვერა. და მოდი ჯამში გადმოვიტანოთ. და ავტონოთ? არა, მან და 1 კილო, მაგის ნახევარიც რო გავაკეთოთ რა, არო? კი ბატონო, და იმ თავის ცხიმებს. ხო, ზეცაც. მიგზის. ეხლა მთავარი არის ჩვენ რომ ბულიონს შევაჩვიოთ ნიგოზი. კი. ხო? რო არ აგვიჭრას. მე მიყვარს ეს რაც ხორკლები რო დაცულა. სახლური, ხო? სახლური, ხო? აჰა, გავგეთო. მე რატო გავტყიურდი თქვენ ხელში არ ვიცი? უხდება. ყველაფერს ხელით ვეცი. თან ჩვენ რო დაგობრა თქვენ ხელში. მე ისე უხელთად მანოდ არაფერი არ გამიკეთები. შო ამოვაგდოთ ეგენიც? კი რა. რა ვიცი. აი და დავახურავ. რომ ცოტა ტემპერატურა დაიწიოს. გახსოვს ჯოსპერში მუშაობა? აუ შენ ძალიან ლამაზი და საყვარელი გრილი გაქვს? მე კი, მე ჯოსპერის ბიძაშვილი რაღაც გრილი მაქვს. ესპანური არაა თუ? კი, მაგრამ რაღაც მინი ვერსიაა, ვისე, რა ზუსტად ჩემს სივრცეს რო ხდება. მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეგ გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცას მაინც ვზადდება გრილში, ანუ სხვანაირი გემო. აი როგორი მარინადი არ უნდა ქონდეს, რაც პირიქით შეგიძლია რომ მაღაზე და ზოგო მარინადზე და იყოს გრილიანი. ანუ შენ ეს რამე განსხვავებული რეცეპტი არ გაქვს? არა, ჩემთან სახლში ალბათ ბებია ჩემი 3 დღე აკეთებდა ხოლმე, მაგრამ ხო და რატო? აი არ ვიცი, მე მგონი იმიტომ არა რომ რამე განსაკუთრებული არ ყო. ჯერ ხახს უშავდა, მერე ვიღას დაურეკავდა, მე დაეწვებოდა ეს ხახი, მე თავიდან აი ცოტა რაღაცა იქ იყო რა. მე ადუღებდა ღამე უცბად ეს დაღლილი. მერე უკვე იმას ისავდა, მაგრამ იცი რა, მე მგონი ეს პროცესიც დიდხნიანი რო აგემრიელებს. კი. მაგრამ რამე ისეც უმატებდა თქო არა. საჭირო იყო ეგ 3 დღიანი ამბავი არა? არა, ერთადერთი ეგ იყო, რომ ყოველთვის იყო ინდაური, იყო სოფლის და უნდოდა დრო რომ კარგად დარბიოდეს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იყო ძალიან უხეში რა. აი ეგ იყო ყოველთვის. საინტერესოა თქვენ რა რეცეპტები გაქვთ? ბებიის დანატოვარია თუ თქვენი ახალი ვერსია და მოიწერეთ. აბა მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ რასაც ვიძახი რომ თითქმის ყველა ოჯახს თავისი რეცეპტი აქვს, რაღაც აი უნიკალური თავისი დანამატი ან გამოკლება რეცეპტიდან, ყველა თავისებურად
ამზადებს და ხო, ხშირი არის ხა მარტო შენგან არ გამიგია რომ 3 დღე ამზადებდნენ და რაღაც პროცესი არის და რიტუალიwith არის რა, საახალწლო. ხო, ხო, მე და თან ეს საჭმელი რაც არის, ხო, მე დღითი დღე უფრო გემრიელი ხდება. კი, საცივიც ეგრე არ ხო, არის. მე 3 დღეში უფრო გემრიელია. აი ეს დიდი ხანი რო არის და არის. ეგ მგონი შეგვიძლია ჩაუშვათ, არა? მოდი და მე თან მოღურე. რა ბლანტი, მე მგონი საკესოურსაც შეგვიძლია გაიტანო ის. არა? კარაქის. ხო, ცოტა ინდურ სუნებში კი არის. ქარის სამოსი. ხო, აი ვერ იტყვე ხა, რო არ აქვს. ეს ახლა უმსხვილობი ნოტები. მგონი გვეყოფა, თორე ძალიან სქელი ხوار გამოვა. აი, ბულიონი იმდენი მოქვს. ხო. დავუმატებ. ძალიან კაი ფერის გამოდის. კაი ქათქათა გამოგვდის. რაც მე იმას ვქენი, ზილე და ზეთი ვადინე, კაი თეთრისაცივია. აბა ჩავხედოთ თამთა. ხო. თლიანი ბულიონი ჩაუშვით. ნიორი. აჰა, კარგად. თუხთუხებს და ნიორი დაგვავიწყდა. ხო, დაგვავიწყდა, მაგრამ მე ვიცი რა ვიფიქრე, რომ ისედაც კაია თქო რომ დაგვავიწყდებთ, რომ უფრო მძაფრი გემო მიყვარს ნიორის, ვიდრე თავიდანვე კი ბატონო. მოხალული ნიორი. შენ თქვი, შენ როგორც ხო, გაგიხარ. ესე ჯობია. და ქათმესაც ჩავალაგებ. ანუ საერთოდ ნერვიულობა არ არის საჭირო ხოლმე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი პრობლემა კი არა გამოსავალი. ნერვიულობით ვერაფერს ვერ უშვებით. ვერა. აჰა. ორი კვილი ნიორიც. და უფრო ცინცხალი ნივრის გემო ექნება. მე მაინც კურტუმო კი არა, კისერი ვისაც გინდათ თქვენთვის ჩავაგდებ. აჰა. ეგ არის. ცეცხლმაც. კურტუმო ვისაც შეხვდება იმ წელს გაუმართ. ეგ იმაზეცაა, ხო? კედის აი ეს ორძვლიანი ტიპი რო არის. რაღაცა იყო, ხო, მაგაზე. ეგ როგორ არის, იცი, ორმა ადამიანმა უნდა ჩაიფიქროს სურვილი. და უნდა ორივეს უნდა ეჭიროს ბოლოები ხელში და უნდა გამოკაჩო და ვისიც გატყდება იმას ასრულდება. თუ პირიქითაც შერჩება. მოგწერეთ, რომელია სწორად. გადავწყვიტოთ რამენაერად ეგ ამბავი. ეხა ეს ცოტას ჩაიშრობს, მერე გაციებულზეც კიდე შესხელდება, მაგრამ ეხა ცოტა ვაცადოთ, ხო, რომ ცოტა ჩაიშროს. ხო, ნუ ისიც გაიჟღინთება კარგად ქათამი და მე მგონი მე უკვე მზადაა. ხო და სანამ ეს თუხთუხებს გავიგრილოთ ყელი Starbucks-ის ყავით, ცივი ყავით, ნაღდი Starbucks-ია. ხო და მე სულ მაგას ვიძახი, რომ გრილთა რო ხარ, რაც არ უნდა გარეთ ცივი, ეს შენთვის ხსნი მე ჯენტლმენი. კაცრავად. ხო შუშას კიდე სხვა გემი აქვს. მართალია სხვათა შორის მე მიყვარს შუშის ბოთლში სასმელი ძირითადად. ხო და ეს არის ფრაპუჩინო. არა ბიჭო. ოკეი. ჩემია ლატეი. ძალიან კაია, თან ძალიან თკბილი არ არის და ეგ მომწონს. მე მგონი ხო არ იყო. თუ აი კაი 10 წამი და წამი უშელი ის. კი. თამთამ, გავედით დამკაში მე მგონი, ჰა? კი. მაგრამ ნიორი კი არა, მარი. ნიორი რო დაგვავიწყდა ვუქეთ. ეხლა მარილი დაგვავიწყდა და ის. ეს და ვუქნათ. მაგრამ შენ სანამ სხვა მხარეს იყურებოდი. ხო. მე გავსინჯე. აჰა. უმარილოთაც კაი იყო რა. დავსხოთ ამოვიღოთ. აუ რა, კარგი ჭურჭელია. და რა კარგად იღურება სითხე ღმერთო. შიფცით ქათმები ჩაალაგე, მეწვენს დავასხამ და ასე. ტექნოლოგია. ტექნოლოგია. იფ. მოვიდა ახალი წელი. ხო და ძალიან საინტერესო
რაღაც ეხა არომატს უშვებს ძალიან ისეც. ხო და იქ მინდოდა მეთქო რომ იცი როგორი საინტერესო გემო გამოვიდა, იგეთ საცივე მე მგონი არავის არ გავკეთებია. ხო, თან ნახე მაყურებლისთვის მინდა ვთქვა რომ ეს არის ჩვენეული ვერსია, იმიტომ რომ სხვანაირი ვერც იქნება, იმიტომ რომ მზადდება გრილზე. ხო. სახში გასქურაზე მომზადებული სულ სხვა არის და გრილის ფუნქციები სულ სხვა არის და სულ სხვა სიმხურველი და არომატი დაყვება. არა, თან რისთვის ვართ? რო ექსპერიმენტი ჩავატაროთ. კი ბატონო. აბა ვინ უნდა ჩაატარო? აჰა. ეგ არის. მოვიდა ჩვენი ძალიან მოუხდა ეს ჭურჭელიც და საცივის და კაი სიბლანტეც მიიღო. რა ნაწილი ამოგიღო? მეტი ჯერ დაასხიწვენი. თან გამოჩდება რაღაცები უფრო. ბარკალი და ბარკლის გადალახსენა ერთად იყო. კაი, ბარკალი მიყვარს. მე თქვი ეგრე. ეს ბარკალი. კი. მაგრამ მე გავჭრი მაგას შუაზე და დააგდე. კისერიც შენ ყვარებია და ამოყვა. აიცა. იმაში ჩავჭრათ. ასე. ძალიან ეგოისტურად რა ხო ვიღაცაზე თქვი უყვარს კიდე ბარკალი. ხო, გეკითხა. შეეცეს. გეკითხა უკან რო ჩააბრუნე. აუ, კაი, შენ ვიცი პურს არ ჭამ, მაგრამ საცოდაობა ეხა ამაში რომ პური არ ამოვაწ. უცებ გამოჩნდა პურიც. და ესე, თავარა შენ ისურო. კი. კაი. მე ისევ ჩავიკუზები. ჩავიკუცხები. მე რომ ხელადანით. აი ნახე, მე იცი რა გრილზე მომზადე, ცოტა სიყვითლეც რო დაკრავს შებოლილის. კაია ხო. ძალიან. აბა. აი მეც მივждები. ჩავიცოცხლოთ, გავთანაბრდეთ. ხო რაღაც ძალიან ახ. განსხვავებულია. კიდე მე მგონი ძმარსაც უმატებენ ხოლმე ცოტას. რას? ძმარს, მაგრამ ძმარს ან ლიმონი შეგვიძლია დავამატოთ. მაგრამ ლიმონის ჭვენი. ჩემთან არ უმატებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ფერს უცვლის. ღმერთო, რისის მოდის რომელიც სუნელი იმის? ანისი. ანისი. კი, ზუსტად ანისია. აუ და ხო მაგარია. ხო მოუხდა. ძალიან. არა. არაფერი გაფიცებ. დედას გეფიცები მოუხდა. ასე რომ ახალი რეცეპტი ეს იქნება ავთოსი და თამთასეული ახალი საცივის ვერსია გრილზე უნდა მომზადოთ ოღონდ და ფაქტია რომ შეიქმნა რაღაც ახალი და მართლა ანუ ანისის ვარსკვლავის დამატებას საერთოდ არ მიფიქრია და რაღაც კიდე უფრო განსაკუთრებული არომატები დაკრავს უბრალოდ როგორც ყოველთვის ზომიერად უნდა იყოს და ეხლა ორი ცალი ჩავაგდეთ ჩვენ და კარგადაა თუ ერთსაც აიტანდა დაუშვათ მე მგონი ერთს თუ ჩააგდებ შეიძლება აღარც ამოიღო ხო ორი უკვე ინტენსიურად უშვებდა და უშვებდა გემოს რა ხო თან ჩვენ ახლა გრილზე ცოტა მაღალი გრადუსი გქონდა და სხვა პრინციპით მომზადეთ და თუ ნაკლებად ჩქარობთ და slow cooks უბერავთ დაახლოებით ჯობია ერთი ჩააგდოთ კი მაგრამ ისე ამ ანის შეიძლება ის ბროწეულის წვენით მაგრამ ისე არა აუ კი ანისი და ბროწეული და რაღაცა ბროწეულის ის წვენი კიდე სხვა გემოს და ცოტა გაანეიტრალებდა რა ანისის იმას ძალიან კაია. ძალიან კაი აღმოჩენა, გავაკეთეთ. თამთას YouTube არხი არ აქვს და ვერ გეტყვით რომ გამოიწერეთო, მაგრამ თვითონ თამთა გამოიწერეთ. და სად ვიყავით ჩვენ, რომ თამთას ქონდა, მე მგონი საქართველოში ყველაზე პირველი კულინარიული გადაცემა. ერთ-ერთი რა ვინ იყო? არა, იყო, მანუელსაც ქონდა მგონი გადაცემა და დილის გადაცემები იყო რა. არა, დილის გადაცემა არ ითვლება. აი, თქვენ რაც ქონდა, ჩვენ და ვახოს დღემდე საყურებელი ამბავია და სვაცშორს უყურებ კიდევაც. კი, ვერ მომითხარ დღემდე უყურებენ. აი იცი როგორ რა, წიგნი არის დაწერილი ციფრულად, მე ასე მგონია რა და რა ერქვა მაგადაცემა? გურმანია. გურმანი. აი ნახეთ გურმანიას უყურეთ, თამთა მოგიწოდებთ უბრალოდ ჭამს და ვერ გამოხატავს ახლა და ვერ საუბრობს, რომ გამოიწერეთ რეჰანი კუკინგიო და დაალაიქეთო. არა, თქვენ მისთვის მე გავაჟღერებ. აი მე აღნიშნავ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ. მოამზადეთ ეს რეცეპტები
მე ერთი ჭაჭაც უნდა ჩამოვასხათ, მე მგონი ამ ამინჩი. ჩამოსხმულია, შენ გელოდებია. ჩვენ კარალიოკის ჭაჭ ისა გვაქვს, ვოდკა. გადასარევია. ჭაჭა, აი ამინდი, კარგი რეცეპტები და სულ სიცილ ხითქი. როგორ შეიძლება არ გამოიწერო ეს? ვერ გავიგე. გავიგე. არ ვიცი, აი, რამდენს კარგავთ, თქვენ თვითონ აწონ დაწონეთ. კი. გაგვიმარჯოს.